Pirmaso მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს დაწყვიტა გული იმ სამწუხარო ცნობამ, რომ გარდაიცვალა იმედის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი რეჟისორი, ჩემი უფროსი მეგობარი, დიდებული პიროვნება ბატონი ელდარ მდინარაძე. ეს იყო კაცი, რომელიც დააკლდა არა მხოლოდ სატელევიზიო სამყაროს, არამედ ქალაქს და ქვეყანას. ვინაიდან ის გახლდათ თხემით ტერფამდე ქართველი, ეროვნული სულით გაჟღენთილი. ყოველივე სასიკეთო ქართული საქმის კომაგი, გვერდში მდგომი და მოთავე, ღირსებით შემკული და სხვათა ღირსების დამფასებელი. ახლა შემოგთავაზებთ ფრაგმენტ ჩვენი შოუს არქივიდან და ნახეთ, როგორი სითფოთი იგონებს ბატონი ელდარი თავის ახლად გარდაცვლილ უახლოეს მეგობარს, დიდ აზორ ერქომაიშვილს. ჩვენი სტუმარია ტელეიმედის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი რეჟისორი ბატონი ელდარ მდინარაძე. მოგესალმებით ბატონი ელდარ. მოგესალმებით. დიდი მადლობა პირველ რიგში ერთად ყოფნისთვის, დღევანდელ გადაცემაში მოგზაურობისთვის. თქვენ მაინც განსაკუთრებული სიახლოვე გაკავშირებდათ და არა მხოლოდ მეგობრობა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე მისთვის და თქვენთვის გაქვთ განხორციელებული ერთად არაერთი უნიკალური პროექტი. რითი იყო გამორჩეული მაინც ასე ძალიან აზორ ერქომაიშვილი თქვენთვის? ესეთი ადამიანები როგორც იტყვიან, ღმერთის საჩუქარია. ეს არა მარტო ჩვენთვის, ქვეყნისთვის და საერთოდ თუ ძალიან არ ჩამეთვლება კაცობრიობისთვის. იმიტომ რომ ის ემსახურებოდა ისეთ საქმეს, რომელიც კაცობრიობის უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს და დღეს ის დამტკიცებულია თავისთავად, როგორც უნიკალური მოვლენა ზოგადად საკაცობრიო სივრცეში. ამიტომ აქედან ჩვენ შეგვიძლია ვიანგარიშოთ თუ რა მნიშვნელობის ადამიანი იყო და რა ღირებულების იყო ის ჩვენთვის. ბატონო ელდარ, თქვენ კიდევ სხვა კავშირი გაქვთ ერქომაიშვილებთან, იმიტომ რომ თქვენ დიდი ბები ეკავთ ერქომაიშვილი დავიწყებ აქედან. როგორ დაიწყო თქვენი შეხება ამ დიდ და მართლაც უნიკალურ საგვარეულოსთან, უკვე აი გულისხმობ ისეთ დიდ ფიგურასთან, როგორიც იყო არტემ ერქომაიშვილი. მე როგორც ვიცი, სწორედ ბატონი არტემის მეშვეობი და მის შემდგომ მოხდა თქვენი დაახლოვება ბატონ აზორთან. საოცარი ამბავი მოხდა. ძალიან პატარაც არ ვიყავი, სადღაც მე-9 კლასის მოწაფე. მე ვცეკვავდი გიორგი სალუქაძის ანსამბლში, ასე რომ ვთქვათ, სოლისტი ბიჭი ვიყავი. და ოზურგეთის თეატრი 2-3 წლის გახსნილი იყო და რაღაც ძალიან დიდი გრანდიოზული ღონისძიება ტარდებოდა იქ. ხო და მიდიოდა გენერალური რეპეტიცია და ერქომაიშვილების ტრიო ძმებს უნდა ემღერათ. არტემს, ანანიას და ლადიკოს. და ანანია იგვიანებდა თბილისიდან მოდიოდა, ასე რომ ვთქვათ. ხო და მისი მონაკვეთები გამოტოვეს და რეპეტიციები მიდიოდა ჩვეულებრივად. და მე რომ რაღაც ჩემი ცეკვის რაღაც მონაკვეთი მორჩი, კულისებში გავედი და იქ არტემი იჯდა. პარტერში კი არ იჯდა, არამედ კულისებში იჯდა და უყურებდა ამ რეპეტიციას. უცებ მეუბნება, რას გვარის ხარ ვიძიე შენ? მე ვუთხარი, მდინარაზე ვარ. ვაგიჯვრის? ხო, ვაგიჯვრის, ხო. მე ხო ვიცოდი რომ დიდი ბები ერქომაიშვილი მყავდა და უთხარი რა, რომ მე უთხარი ჩემი დიდი ბებია ერქომაიშვილი იყო მეთქინა. დიომიდეს რა ხარ შენ? მე უთხარი ბაბუა ჩემი ძმა თქვა და წამოედგა ესე და ჩემიანი ყოფილიყარ. ხო და დიომიდე ერქომაიშვილი ცნობილი მომღერალი, მართლაც ერთ-ერთი დიდებული შემსრულებელი. ძალიან, ცოტა უდისციპლინო კაცი იყო, ასამბლეებში ეძებდა, მაგრამ ნუ ცნობილია ეს ამბავი, რომ ძალიან ნიჭიერი და მაგარი მომღერალი იყო. ამ დროს არ გაესულა რაღაც ცოტა ხანი და მოვიდა ანანიას და მოყვა ბადრი, თოიძე და ანზორი. ნუ ანზორს ვიცნობდი, მაგრამ ბადრის უფრო ადრე გავიცანდი ბახმაროდან, ასე რომ ვთქვათ რა და მომესალმა და არტემმა უთხრა რომ იცნობო ჩემზე რაღაცა და კიო იქო ლამპარზეო მაგანო ციმციმას დავლა გააკეთა აჭარულში ერთი იყო ესეთი მოცეკვავი ლეგენდარული მოცეკვავი აჭარელი. ხო, არ ვიცი რამდენად გამომივიდა ციმციმას დავლა, მაგრამ ეს ცნობილი დავლა იყო და ამ კაცო
ბებია ერქომაიშვილი ყავდათ, დიდი ბებიაო, რო იცოდეთო რა. და ეს არ ვიცოდიო რაღაცა და ამ დროს ასე გავიცანი ანზორის. შენ ჩემიანი ყოფილხარო? ანზორმაც ისევე მითხრა, იმ დღიდან მოყოლებული მთელი ჩემი ცხოვრება რა. არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ სადმე მე და ანზორს ერთმანეთი დაგვენახა რა, მიუხედავად იმისა, რომ ასაკში სხვაობა იყო, რომ ჩემთან თბილი საუბარი და მეგობრული და ახლობლური და როგორც ახასიათებდა მას, ეს ხო ცნობილი ტბილი კაცი იყო საერთოდ. უკეთილშობილეს, ნამდვილად. აი ესე დაიწყო, მაგრამ შემდეგ უკვე ეს გადაიზარდა ძალიან აქტიურ საქმეებში, განსაკუთრებით შვიდკაცაში, რომელსაც ჩემი ოსტატი სოსო ჩხაიძე იღებდა და მე მისი შეგიდი და ასისტენტი დაყვებოდი რა. და სცენარზე მუშაობის დროს და ასე შემდეგ. ძალიან დავახლოვდით რა. მე ისე მოხდა რომ ეს ფილმი, ეს შვიდკაცა გენიალური ფილმია თუში მეცხვარე, მაგრამ ეს იყო რაღაცა განსაკუთრებული. აი ბატონ აზური სწორედ ასე განიხილავდა და ესე ელოდებოდა, მინდა გითხრათ, სამწუხაროდ აი ვერ მოესწრო სიცოცხლეში იქ არის ეპიზოდები, მე შემიძლია თამამ თქვა რაღაცა გამიგება კინოში, ეს ამ სოფლიო ეს შედევრი აღარ ქვია მაგას რა. საერთოდ სოსო ჩხაიძე აღმომჩენი კაცია კინოში და და უდიდეს რეჟისორი და თქვენ ერთად მუშაობდით. აი ერთად გასწრებით. ნუ მე მოხდა ისეთი რაღაცა რომ სოსო ცუდად გახდა და სიკვდილის წინ მე დამიტოვე ეგ სურათი რა, რომ დამესრულებინა. მე რაღაც ისე მოხდა, დავასრულე 2 სერია. ანზორმა ნახა და რეზო ჩხეიძემ და ნუ ძალიან შემაქეს, ასე რომ თქვა. ხო და მე რაღაც ისე რაღაც გაუგებრობა მოხდა და ეს სურათი დავტოვე მე, ასე რომ თქვა და ნუ დღემდე ეს არ არის დაუსრულებელია. ეს იყო როდის დიდი ხნის წინათ. ამას კანისტი და ანზორი ძალიან. ხშირად ქონდა ამ თემაზე საუბარი რა. იმდენი ვისაუბრეთ მოკლედ, რომ დაგვეხატა ახალი ფილმის იდეა რა. ეს ხდებოდა 10 წლების განმავლობაში შეიძლება ითქვას. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ანზორის 80 წლის თავი გადაუხადა ქართულმა გალობამ, ეს ასე ვთქვათ, ინკოგნიტოდ, იმიტომ თვითონ წინააღმდეგი იყო ასეთი რამეების. სიურპრიზი იყო მისთვის არ ელოდებოდა. რა თქმა უნდა არ ელოდებოდა. მაგრამ დიდებული იუბილე გამოვიდა მართლა. ხო და მშვენიერი და მე შემდგომ თბილისში მასთან სახლში ყვებოდა ამ ეპიზოდებს და ძალიან გახარებული იყო. განსაკუთრებით იყო ძალიან აღელვებული ანა გოთუას და ვანო ჩხატიშვილის აი ამ თავისი ძვირფასი დამოკიდებულებით ანზორის მიმართ. მე ეს საუბარი რაღაცა რომ დამთავრდა. უცე მომიბრუნდა და მითხრა, ჩვენ საქმეს რა უყოთ და რა ვქნათ. ლაპარაკი იყო იმ სურათზე, რაც შაფიქრებული ქონდა რა და მართლაც აი ძალიან ანთებული იყო მე მახსოვს. აი ბოლო პერიოდში, ბოლო თვეებში სიცოცხლის აი ეს იყო ერთ-ერთი მისი მთავარი, ასე ვთქვათ, გატაცება და მთავარი საქმე. ეს ჩემი ახლა მთავარი საქმეაო. საერთოდ ანზორზე საუბარს ძალიან მიხარია და მსიამოვნებს, მაგრამ ვერიდები რაღაც ისეთ რამეებს, რაც ესე იგი პროფესიონალურად ჩემი ამბავი არ არის და ეგ შენი ამბავი უფრო არის რა. მისი ღირებულებები და მისი საქმე და ასე შემდეგ, როგორც მუსიკოსის და ლოტბარის და ასე შემდეგ, შენ უფრო კარგად იცი. მაგრამ არის იქ რამდენიმე მომენტი, რომელზედაც მე მინდოდა რომ თქვათ ამომეღო იმ სცენარიდან რამდენიმე მომენტი, რომელსაც დრამატურგიული დატვირთვა აქვს, ასე რომ ვთქვათ. მაგალითად თვითონ ხო მორიდებული კაცი იყო საშინლად. ძალიან, მართლაც. საოცრად თავდაბალი. ხო და წერილები აქვს მას იმ ადამიანებს, რომელიც ქართული კულტურის საყრდენები იყვნენ. და რომელთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა და ასე შემდეგ. და ბევრი რომ ვისაუბრეთ, ბოლოს მითხრა, ელდარი. ძამა. ძალიან დიდი ხალხი და ისეთი ადამიანებთან მქონია საქმე. აი გულწრფელად ვამბობ და ღმერთის წინაშე ვლაპარაკობ ასე მითხრა. არტემის ხელა მე არავინ არ შემოხედრია ცხოვრებაში.
აქ მინდა ერთი პატარა ეპიზოდი გავიხსენო ამ ფილმიდან. უბრალოდ სად არის ფილმი ჯერ ახალზე ეს ყველაფერი. ესეთი რამე, როდესაც არტემი ეუბნება ანზორს, რომ უკვე არტემი ცუდად არის რა. გაიპარსა რაღაც თურმე და გამოეწყო კარგად და ფოტო განამიღეო და თუ ცუდი გამოვიდა არავის არ ანახო, იმიტომ რომ კაცი რო გნახავს ის მომავალი სტამავლობა ეს სიამოვნოს უნდა და რაღაცა. იქო უჯრაში ორი ბაბინაო რა. და მე ვიციო რა რომ გალობელი აღარ დარჩა არავინო და იძულებული გავხდიო ჩემი გასასვენებელი წესი რიტუალი მე თვითონ ჩავწერე სამივე ხმაო და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ერთხელ სადღერძელოში ანზორს ისე მოვეფერე და უთხარი შენ ძამა გენაღლება ისეთ ვარსკვლავს ეყარ დაბადებული რომ არ იყავი უკვე გისნობდეთ მართლაც მასე იყო ისეთი შთამომავლობის გამძლებელი კაცი იყო რაღაცა მაგრამ იმის გარდა რომ მიიღო ეს უზარმაზარი სკოლა და სიკეთე მიიღო უზარმაზარი თვითი ერთი კაცი იყო გურული მგალობელი რომელმაც დაინახა რომ გარდაიცვლებოდა ვერავინ ვერ უგალობებდა აი ეს მიიღო ანზორმა და აქედან დაიწყო და დღეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ სადავართ მასში და ძველი მსოფლიო ამას აღიქვამს როგორც კაცობრიობის უდიდეს მონაპოვარს ამის თქმა მინდოდა მე ერთი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის რომ თქვენ აი ამ თქვენი ფილმიდან წინასწარ გამოიმეტეთ ჩვენი გადაცემისთვის ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ეპიზოდი რომელსაც თქვენ ასე დაარქვით ორი მთაწმინდელი თუ რას ნიშნავს ეს და რას უკავშირდება თქვენის ნებართვით მე აი თქვენს მიერ მოწოდებულ უნიკალურ ფოტოს გავუშვებ ახლა ეკრანზე და დანარჩენი თქვენ ამას გაცილებით უკეთ ეტყვით ჩვენი შოუს მაყურებელს ბატონები მერაბ კოსტავა და აზორ ერქომაიშვილი ისტორია შემდეგშია ესე იგი ჩვენ თითქმის მთელი ეპიზოდები ერთად გავიარეთ მეზანზურმა ამ სურათის ეს არ არის ერთსერიანი სურათი ეს არის 12 სერია არის ეპიზოდები რომელიც ანზორის წასვლის შემდეგ შევიდა ამ სცენარში რა მე დავიწყე კიდე დამატებით მასალების მოგროვება და ძალიან ბევრი ადამიანი მყავდა ჩანიშნული რომელთანაც მინდოდა შეხვედრა იმის გამო რომ ანზორსიდან ვიცოდი მათ ერთ-ერთი იყო არის მიშო ჯავახიშვილი რომელმაც ერთი სიმღერა უკვე შეასრულა და საფინალო სიმღერისთვის აქ ემზადება კიდევ მინდოდა რომ რაღაც დამატებითი ინფორმაცია დაურეკე და მოვიდა ჩემთან რა და მოყვა კიდე ერთი მეგობარი მიშამნაბადის ხელმძღვანელი დათო ცინცაძე მეგობარი ხო დიახ ხო და რაღაც საუბრებში იმაში ეს ფოტო გააზრო რა რო შევხედე ცუდ გავხდი იმიტომ რომ მე ვიცოდი ისტორია საქმე ეხება შემდეგს რა ანზორ ერქომაიშვილს რაღაც ქონდა რაღაც ისეთი რა რომ ადამიანების მიმართ ესე იგი საოცარ დობას და სიყვარულს და პატივისცემას და ბევრ რამეს უცებ შექმნიდა მის გარშემო ქართულმა ემიგრაციამ ბევრი ხალხი ჩადიოდა იქ არჩია ანზორი და მიცა დამოუკიდებლობის აქტის დედანი ეს საუბარია ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდზე რა თქმა უნდა როცა ყველაფერი დიდხიფათთან იყო დაკავშირებული რა ეს გზა როგორ შემოიტანა მან ეს ამბავი და რაღაცა ეს ცალკე ისტორია მას მოუყვებით ფილმში მაგრამ ნუ შემოიტანა და ინახებოდა მასთან რაღაც მერაბი გამოჩნდა ახლა შემდეგ როცა დაიწყო ეროვნული მოძრაობა და რაღაცა ანზორმა ეს ყველაფერი ადგენა უთხრა რომ იმიტომ რომ თუ ეს საბუთი არ აქვს შენ ამდენი არ უნდა იზახო და იქ გაზეთებში კი წერია რაღაც ის არის დოკუმენტი
თავარი ამბავი რასაც დაეფუძნა შემდგომ აი ეს განგრძობადობა ჩვენი ეს შემოიტანა საზღვარზე რა ანზურნა ინახებოდა თავისთან ეს ადგანა მიცა მერაბს ნუ ახლა წარმოიდგინეთ რამოდენად დასაყდენი მიცა ხელში ეროვნულ მოძრაობას რო იქ იწყება დიდი ამბები რა რამოდენიმე ხანში მერაბი ეუბნება ანზურს ვარავ ეს ისევ ჯობია შენთან იყოს მე რა ვიცი რა როგორ და რაღაცა რამე არ დაემართოს ამას და ისევ წაიღო უკან რა ესე რამხელა ნდობა ქონდათ ერთმანეთი როგორ იცოდნენ ერთმანეთის ფასი კრიტიკულ მომენტში აი ეს ორი ბუმბერაზე პიროვნება მართლაც ორი ეპოქალური ქართველი აი ერთმანეთს დაეყრდნო და ეს ყველაფერი როგორ ჩანს ამ ისტორიაში და სხვა შორის ზუსტად აირეკლება ეს აი ამ ფოტოში საქართველოს ორი უდიდესი საყრდენი რა და მართლა ორი მთაწმინდელი რომელიც სრულად დამსახურებულად განისვენებენ ახლა მთაწმინდის პანთეონში ერთი მინდა დავამატო რა ანზორი მზეზე რო ვიყავ შეიძლება მოდიოდა ჩემთან და იმ პერიოდში გიორგი კალანდიამ ნუ მე მივიღე სამსახურში და რაღაცა შევატყვე რომ უნიჭერის ბიჭი იყო რაღაცა და დავაწყებინეთ მოკლედ დავიწყეთ თურქეთის საქართველოს ციკლი ასე რომ თქვა და ძალიან მოწონდა რა მე დროთა განმავლობაში ხშირად მეკითხებოდა ამ გიორგი კალანდიაზე რა მე ვთხარ მე გეტყვი მეთქი ვინ არის ეს კაცი უკვე მუზეუმის დირექტორია გიორგი კალანდია მეთქი ეს არის დაბადებული როგორც მოღვაწე ეს ვერ გაჩერდება ისეთი კაცია რა იმის გარდა რომ არის წინვალე ისტორიკოსი შესანიშნავი რეჟისორი და ნუ ამ საქმის ოსტატი და რამე მეთქი ეს დიდი მასშტაბის ადამიანი მოღვაწე კაცია ანზორ თქვა მოღვაწე თქვა რა დაინახავ მეთქი რა ხო ათის ცოტა თურმე მეკითხება იმის გამო რომ ერთშენიათ ეს მეუნება რომ გადავწყვიტეო რა ქვეყნის მასალები მაქვს და სხვადასხვა მუზეუმში და სადღაც რომ ეს დავაბინავო რა და გადავწყვიტეო რომ გიორგის ხო რომ ეს აი ეს აქტი გადაცემული იქნა ესე იგი მისცა გიორგის მუზეუმს ასე რომ თქვა რა და ეს დიდი საქმეა ჩემთვის ძალიან სასიხარია გიორგი მართლაც უნიჭერის და ღირსეული კაცია ბატონო ელდარ, მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გითხრა და მოუთმენლად ველოდები მე პირადად აი ამ ფილმზე მუშაობის დაწყებასაც. მით უმეტეს რომ მაქვს პატივი რომ მეც ვიყო ჩართული თქვენთან ერთად და ის თქვენ მონაწილეობთ ამ სცენარში ხართ. კი ბატონო. და ნება მიბოძეთ დავასრულოთ ჩვენი გადაცემა იმ სიმღერით, რომელიც გახლავთ არამხოლოდ მშვენება ქართული პოლიფონიური აზროვნებისა, ის თავისი შინაგანი განწყობით ყველაზე მეტად ეხმიანება იმ საოცარ სამყაროს, რომელიც შექმნა ქართველმა კაცმა, გურიამ, შექმნა ერქომაიშვილების მართლაც განუმეორებელმა დინასტიამ და რომლის ყველაზე უფრო რთული, იშვიათი ვარიანტების საუკეთესო მსმენელი გახლდათ აზორ ერქომაიშვილი და მოდით მის შეგირდებს. ანსამბლ რუსთავის დღევანდელ ფორმაციას დავუთმოთ ჩვენი შოუს სცენა და დავასრულოთ ჩვენი გადაცემა ხასან ბეგურათი. No
შათა მოჭრილი და ვინახე აბა